აშშ-ს დარტყმებით შოკირებული პეკინი ამაღლებს თავისი ბირთვული ძალების მზადყოფნას და იმუქრება კონტრშეტევებით აშშ-ს მატერიკზე. საბოლოოდ სი ძინპინი თავს არიდებს პირდაპირ სტრატეგიულ ესკალაციას და ბრძანებს გაძლიერებულ დარტყმებს იაპონიასა და გუამზე. აშშ-ს ბაზებზე თავდასხმებს, რომლებიც იქ არასაკმარისი გამაგრებული თავშესაფრების გამო სერიოზულ ზიანს აყენებს ამერიკულ ძალებს. ტაივანისთვის ბრძოლის მეორე და მესამე კვირის მოვლენები ერთ რამეს ნათელს ფენს, ლოჯისტიკა ომის დედოფალია. მოკავშირეთა თავდასხმებმა ჩინეთის სატრანსპორტო ფლოტსა და კონტინენტურ პორტებზე ჩინეთის საზღვაო ძალების ჯამური დანაკარგებით დაახლოებით 60%-მდე გაზარდა, რაც კრიტიკული ზღვარია. ამ წერტილის მიღმა ჩინეთის შემოჭრის ძალა მარაგების მწვავე დეფიციტის ზეწოლას გრძნობს. ჩინეთის სახალხო დემოკრატიული არმია სრუტეში ახალ ჯარებს აღარ აგზავნის. ის მხოლოდ კუნძულზე უკვე მყოფი ჯარისკაცების მომარაგებაზეა ორიენტირებული. ტაივანზე ამჟამად დაახლოებით 50,000 ჩინელი ჯარისკაცი იბრძვის, რომლებიც 200,000-მდე ტაივანელ ჯარისკაცს უპირისპირდებიან, რომლებთაც ასევე 2 მილიონი რეზერვისტის პოტენციური მობილიზება ჯერ კიდევ წინ აქვთ.